3 წარუმატებლობის მიზეზი. პირველი, განსაზღვრული მიზანის არარსებობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც არ იცი რა უნდა აკეთო ცხოვრებაში და რისთვის გიღირს ცხოვრება, ძალიან ქაოსში ხარ, აქეთ-იქით დარბი ხარ სხვადასხვა პროფესიებში და შეგრძნება გააქვს რომ საკუთარი თავი ვერ იპოვე. ამიტომ დავსვით საკუთარ თავს კითხვები. რა მოგწონთ, რა გიყვართ, რა გინდათ რომ აკეთოთ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. მეორე, განათლების ნაკლებობა. გამოცდილება მაჩვენა რომ ყველაზე განათლებულები თვითნასწავლი ადამიანები არიან. სასკოლო განათლება არ გვასწავლის იმას, რასაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ. უნდა ისწავლო უნარები, რაც ყოველდღიურობაში დაგეხმარება. როგორიცაა ფულის მართვა, როგორ მუშაობს მოტივაცია, დისციპლინა, შეისწავლო კომუნიკაციის უნარები, ასევე როგორ გადალახო დაბრკოლებები, შიშები და ასე შემდეგ. ყველაფერი ის, რაც ცხოვრებაში გჭირდება. და მესამე მიზეზი არის დისციპლინის ნაკლებობა. დისციპლინა ისეთი რამაა, რაზეც მუშაობა დღესვე უნდა დაიწყო. რადგან მოტივაცია ყოველთვის არ გექნება, რომ საყვარელი საქმე აკეთო. როგორც არ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, ზოგჯერ გენდომება მისგან დასვენება. აი ამ დროს კი დისციპლინის ხარჯზე ამას გაუმკლავდები. წარმატებას ვერ მიაღწევ თუ მაშინ გააკეთებ საქმეს, როცა ხასიათზე იქნები. ეს უნდა იყოს შენი მუდმივობის ნაწილი და ამაში დისციპლინა დაგეხმარება. თუ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიით და თვითგანვითარებით, გამომიწერე.